ამხანი გუგლო ჩემთვის. ამხანი არ ჩემთვის. Random kadri. Random kadri volist. კიდევ ერთხელ გამარჯობა მეგობრებო, როგორც მაშინ დაგკვირდით ბასზე რაღაცა პროექტს. მეც და ბატონო გიორგიც აგერ კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით და ჩამოვიდა ახლა მოკლედ რაღაც ნაწილები, მაგრამ სანამ ნაწილებზე მივალთ, აი ეს არის აქ უკვე რაღაც მოხატული აქვს გიორგის მოდიება რაღაც ეს custom დიზაინივით. ესე იგი შევიძინეთ ჩვენ იფანი, კოპიტი, ხო რაღაც კარგი მძიმე ხე. გვაქვს Square-ის ჯაზის გრიფი. საკმაოდ აი ესეთ კარგ ლამაზ მდგომარეობაში. დიახ. ჩამოგვივიდა ახლა აი აქ რაცა და შენ გაგრძელი უკვე გიორგი ამითი. ესე იგი ჩამოგვივიდა დიდი ხნის რა ქვია მას. ველოდებოდით ხო, ლოდინის შემდეგ, ხო. ეგეთ რა ქვია ამ ფილმას? Yuker. თუ რაღაც Yuker, გამი Yuker-ს ვეძახი რატომაც. კორეული წარმოშობის ბიუჯეტური რავი რაც არც ისე ბიუჯეტური, ის ჰაი მასები და ისინი უფრო ისაგერს. იაფები რო არ მოვიტყო, ხო, ანუ ბიუჯეტური ასეთ უთავებს თუ რა თქმა უნდა. 75-80 დაჯდა. ხო, ანუ იაფი არ არის, მაგრამ ასეთებში ყველაზე ხო, მაგრამ ძალიან მუშნიერი ჩინურ რაღაცა 40 ლარიანი მას. კორეული რა თქმა უნდა ჯობია. რა თქმა თან გამოცდილება მაქვს ამ ბრიჯებში და კარგებია. კიდე მოყვანი რა თქმა უნდა ეს თავისი თავი დავაზომე მე სხვა შორის და აჯდება ბიჭო აი ოდნავ ჩაკერება უნდა აქ მგონი მაგას ვიზა აი აქ უნდა ჩაკერო მგონი მარტო აი აქ ჩაკერებ ცოტას და всё მაგიდიას მოგათხო შევიდეს მაგრამ კარგად ეტევა რა თავარია всё არა ეგ მოგორება ნუ ეს ხო ელემენტის ბატარეა შესაძლები yes unpacking ვიდეო გამოვიდა ახსენი აბა მერტო ჩემო აჰა თან ეს ესეთია ესე იგი. აკრა შე როგორიც ხო რა დაწვენილია. პირდაპირ წკაპ ჯდება, აღარც ის ჭირდება, ძალიან კარგია. ხო, საკაიფოა. ძალიან კარგია და ძალიან დიდი ხანი არც ლოგი დამიდე არაფერს ერთი და ცოტა მეთქი რამეს გადავდი. კი ბატონო, სტრეპლოკები. Yes, Fender-ის კარგი სტრეპლოკები, რომელიც ბარემ მეთქი ესენი უნდა დააგებინო, მაგრამ Fender-ის არის. Fender-ის არის ხო. კიდე რა შემოგვივიდა. ეს ვინტები და შურუპები და რაღაცა. ხო, ეგ იქნება, ხო. მანდ იქნება, ეგ ხო. დამიხარდა რომ ეგეც გამომატანეს და ხო, ბრიჯი შურუპები. შვენია. ოთხიანი ბრიჯი, ყველაფერი არის იდეაში. პიკაპები და ისენი იგდეს. სადა? გამოვიტანო? აბა, ბიჭო, პიკაპი რო არ ვანახო, მაშინ დასრულებული რო არ ვნახო მე ეს აი ვიძე ზოგადად, როგორ ვიძე შეიძლება რომ იყოს. ეს ნამბეტანი ბრიჯი მოვიდა. აი აქ. ხო, რაღაცა ხო, აი Music Man-ის ადგილას. ნუ ეს თავისი ეს იბანეზის პრიამპია ხო? ეს ძველი ხო, ჩემი ძველი იბანეზის პრიამპ სისტემა, რომელიც კარგად მუშაობს მაგას და ესეც სტილ ხო, 3 ცალი, 3 ხო იდეაში? თუ 4-4. 4-ია, მაგრამ ხო რაღაცა თქვი რომ ბალანსი არ იქნება? ბალანსის მაგრამ რაღაცას ჩავსვავო ხო რაღაცასო. ტონის ხო რაღაცა ხო. ანუ მაინც 4 გამო. Yes. ბიჭო, მომწონს იცი? აი ახლა რო უყურებ, მაგარი საკაიფო ვიძია რა. ძალიან ლამაზია მინდა კითხე. კი. არ ვიცი. პიკაპის ბუდე. ხო, პიკაპ. Yes. ბუდე. ჭადის სახელი რა დაგა. ხო. ხო, ნუ ეს ბრიჯის მიახლოებით მე გასწორდება რომ დაემთხეს. ხო. მე მგონი ეს ვერსია მოგვეწონა. ეს ძალიან ლამაზია. ეგ აუცილებლად. ხო ეს ხო ეგრე, კი, ეგრე უყოს ეჭველი. ნუ მაგალითად ავიღეთ. შავი შავში. ლურჯი ბასიდან. ხო, აი. მივზუმავერს. ჩემი საყვარელი ლურჯი ბასისგან. ჩანდეს. ჩასკი. ალბათ ეს შედარებით სწორი იქნება. შედარებით სწორი და პატარა, იმიტომ რომ ხა ეს 6-მიანია თან ახლა ხო და. მაგრამ 4-იანზე მაინც ის არის. პროსტა აი ამაზე პატარა რამ სიმძიმე იქნება პროსტა. რახან იფანი შედარებით. აი წონა რამდენი იქნება? ბიჭო, მუსიკმენის წონა იქნება შენი აზრით? იმიტომ რომ ოდნავ მძიმე 4 კილოზე მეტი იქნება? მთლიანობაში? მუსიკმენი მთლიანობაში არის 4 და 5, 4 და 6. იმან რა ქვია? მაჩვმა, მაგ ძიმიო მეთქი, კაი რა ძიმია, მეთქი გუგუ ხო არ ხარ, ეგრევე მეგუთხარი და კაი და დაუბერდიო, მეთქი არ გაკიდო ძმაო მეთქი რა, სიმძიმის გამო მეთქი არ გაკიდო მეთქი ეგ ბასი. ხონდა 6-მიანი ჯაზ ბასი S6-ის, უმაგრესი ბასი, მაგრამ ძიმე ხო რა. ძალიან ძიმე იყო მართლა. Yes. ეს იქნება როგორ გითხრა, აი
ბიჭო, კაი იქნება რა, ეხლა მე არ გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში. არა. მეგობრებო, ხაი განახებთ, აი დავაჭერებ. განახებთ მეგობრებო, რამხილავა ბიჭო. ხო, რავი, მამუკ ეხლა, რავი. ხო, რავი. მე მგონი გაკაჩო. გავკაჩო. კი. მინიმუმ გაკაჩვა დღეს. თან დრო სიმები ჩამომდის, ეხლა 4 სეტი ჩამომდის, ერნიბოლის ასათია. სად იყიდე? იმიტომ რომ ხომ მე ახალი ფასი მაქვს ერთი. კიდე. იცი რომელი შენ მგონი მაიმარკეტზე ნანახი გაქვს ეგ? რომელი? 2004 წლის Squire-ის სტანდარტ ჯაზბასი Dimarzio's Ultra Jazz pick-up-ებით. უნდა გადავაწყო, ეგ ბასი მინდა რომ დროპში გადავაწყო. აჰა. და ჩემი შავი ჯაზბასი რო არის. ეგ მინდა სტანდარტში გადავიდეს ცოტა. ხა იმიტომ რომ ის Dimarzio's Ultra-ს ბევრად მეტალისტური ხმა აქვს ვიდრე Vintage Fender-ის pick-up-ებს. კი ბატონო. Look at this beauty, ნაცრის ფერშია. ოი, რა სიძახი, რა მაგარია. ბიჭო, თან 4 სტანდარტი, ძალიან შენახული, ძალიან მოვლილი. და იმენა აქ რო ხმა შევაერთე და აქ რო Dimarzio ეწერა, მეთქი მაიცა. Dimarzio მე ვასწრებ. მაგარი პირველად მქონდა შეხება და იმენა დაინგრა. სხვანაირი ხმა აქვს. იმენა უფრო მჭრელი და რაღაც ბრიტვა და უფრო რაღაცნაირი ხმა ქონდა რა. ფანჩი აქვს კარი. თუ რაღაცა ეგეთია. ხო რა, აი, კარგი, აი ეს არის ჩვენი სეტაპი, ერთი სული მაქვს, როდის მე ამასაც. დიახ, მეგობრებო, დიახ. ანუ ჩვენ ველოდებოდით ხო, ჩამოსულა. სხვა აი თავი იყო აი ეს. იმიტომ რომ თავარი მომენტი ბევრი რამე არის კიდე, მაგრამ უნდა გასწორდეს ყველაფერი ცენტრში და ხო, ცენტრში, ხო. და მიყვებოდეს ეს. Yes. მაგრამ ესე მიახლოებით, ეხა ეს ზევიდრა რო დავხედოთ, მიახლოებით რაღაც ამდაგვარი situation იქნება. თავარია ხო სიგარი ყოფნისა და დაყენდება, ხო რა. ეს არის ავარდა ხო, დავი, კაი. So, მეგობრებო, აქ გავწყვიტავ ეხლა მას. დანარჩენი იქნება უკვე მუშაობიდან. 1 hour later. მოგესალმებით, მეგობრებო. და ჩვენ ყავს აქ ჩემი თეთრი იბანეზი, მარგალიტი. და კითხავს მეორე შავი იბანეზი. კორეული, ინდონეზიური, ორივე აქტიური. მაგრამ ორივე ძალიან მაგარი რა, ორივე საუკეთესოა სახერხად და დღეს ესეთი მოდიფიკაციას ვატარებ, რომ ცოტა შუქს აქეთ გამოვწევ. აი ამ იბანეზზე მიყენია გოტოს 501 ტუნერები, რომელიც აი აქ დახურულია და შიგნიდან უნდა შეუყარდო ესე და უფრო კარგად უჭირავს წყობა, უფრო კარგ ვიძეც არის ჩემი აზრით და მინდა ეს ტუნერები გადმოვიტანო აქ, რადგან მე ამბობს ხმარობ დროპ-C-ში და უკეთესი ტუნერები მჭირდება დროპ-C-ში, რომ დროპ წყობა დაიჭიროს. ეს კი არის სტანდარტი ბასია, სტანდარტში იკვრება და შეუულებრივად ან იგივეებს დაუყენებ ამას, ანდაც ამისებს გადავიტან ამას. არ ვიცი, შევხედოთ, ნახოთ რაღაც ესენი რაღაც უფრო მომწონსავით და ნახოთ აბა როგორი იქნება. ასევე ბარემ სიმებს შევუცვლი ამ ჯიგარს, იმიტომ რომ ჩამომივიდა სიმები და მე ვიყენებ ერნიბოლის power sling-ის ასათებს. ნუ დროპ წყობისთვის, დროპსისთვის იდეალური, ძალიან კარგი. მეტი ვფიქრობ არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე უკვე როცა 4-იანია ბასი და რაღაც გრიფი ცოტა ერხევა იქ ეს ასე შემდეგ. ბევრი რაღაც დეტალი არის. ნუ გრიფი გასუფთავებულია, გაწმენდილი მაქვს, არაფერი არ უნდა, უბრალოდ რაღაც პოლირებასავით გავწმინდა. ხო, კიდე ერთი ახალი რაც მინდა გითხრათ, ჩამომივიდა აი ეს იდეალური რამ, ეს არის neck support-ი, ასე რომ ვთქვათ, რომ აიღებ, მინდა ესე მოატრიალებ და ესე სიმაღლეზე დადებ და ესე იდება სიმაღლეზე. ანდაც გინდა და ესე დააწვენ ისე როგორც ეწვინა. აი ესე დააწვენ და აი ესე ლამაზად ჩაჯდება და ესე კარგად იმუშავებ რა. ასე რომ ძალიან კარგი რამე არის ეს. ვაგზელებთ მეგობრებო, აქედან რომ აი თავი მოატყდა საწოდაოდ აი ამ ერთ შურუპს და ძალიან არ მესიამონა, ამათი დედა ვატირე მე. შურუპი მოტყდა, ეს თავი არ მინახია რა. მინახია, მაგრამ ნუ. აი. დავყენოთ სადაც დავყენოთ მეორე ესე, აქეთ. აი შურუპები არის რაღაცა ძალიან საწოდავი რა მეგობრებო, აი არ ვიცი. ძალიან საწოდაობა მიმდინარეობს რა. აი არ ვიცი რა რაღაცა საწოდავად ეჭირება და ცოტა არ მომწონს მე.
აი, ოკეი, აქ რაღაც შურუპები არის, გამოვიყენებ. მაგრამ მე მინდა ეს ეს არის ამის ძველი ისინი. ფაზი, გაჩერდი რა. ნუ აჰა, ოკეი. აი შურუპებით აქეთ გქონია. შურუპები მაქვს იდეაში, მაგრამ ეს ჩატეხილი არის ძალიან ცუდი რა. აი ძალიან ცუდია რომ ჩატყდა. უცუდესია რომ ჩატყდა. ასე რომ ახლა აი არ ვიცი. შეიძლება ხო ჩავუყოლო რა. ხო, ნუ მოკლედ ეგეთი ამბავი მოგვემართა. აგვემართა და დაგვემართა, ესე იგი. ეგ შურუპები არ უნდა გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ აი ესენი. ვფიქრობ. ახლა შურუპი როგორ წაიკლებს აქ. დასრულდა მეგობრებო. დავაყენე, აი ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზად ის. ნაცრისფერი ფერი. ეხლა უკვე დავაყენებ სიმებს რაღაცა პატარა გადროლა დამჭირდა ასე შემდეგ და ახლა უკვე ბოლოში საბოლოოდ რა გამოვა. იმებსაც გადავაყენებ და ერთიანად განახებთ. პამპარაბამ და როგორც იქნა ეს ერთი ცალი მორჩი. აი ესე გამოიყურება. მეტი უკეთესი სინათლე ხლა მომეჩა არ მაქვს, მაგრამ ხო, აი ესე ძალიან ლამაზად დაყენდა ისე, ვისაც გაინტერესებთ, აი ესე შეგახედებთ. აი ესე არის დაყენებული. ძალიან გოხდათ, ლამაზად, ბევრი არ მიწვალია სხვათა შორის. აი ესე მარტივად დავაყენე. წყობაც ავაწყე და პამ, აი ესე კარგად არის რა, მოკლედ. ეხლა ცოტა დაკლებ შუქში მუშაობ, იმიტომ რომ ბევრი შუქი არ შემილია. და ესე მოკლედ ეგ არის რა. უპრობლემოდ დალაგდ. ეხლა ვიზრუნოთ უკვე აი ამ ჯიგარზე რომ ეს გადავაწყოთ. დავბრუნდით მეგობრებო მოკლედ და აი აქ დამხვდა ესეთი სიტუაცია. იქიდან გამომდინარე რომ ნუ აი ამ კონკრეტულად ამ მოდელის CR300-ის headstock-ი არის ცოტა პატარა ვიდრე შედარებით აი ამ ვაჟბატონის და ეს ტუნერები არის საშინლად დიდი, ძალიან მასიურია უკან, იმიტომ რომ წყობას კარგად იჭერს, ხარისხიანი ასე შემდეგ. ნუ მომიწია ცოტა ისე დაყენება, რომ აი ესენი მაგალითად ესე თანაბრად ესე არ დადგა. გვერდი გვერდზე და რაღაცა და ცოტა ის ოდნავ ვიწვალე, ცოტა სხვა გადახურეტები გავუკეთე, მაგრამ ნუ ესე დავაყენე რა. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ მე როგორც მინდოდა რომ ესე დახრილი და ესე დახრილი ეგრე არ გამოვიდა. გამოვიდა აი ესე რაღაცა ესე ჰორიზონტალურ, აი ესე რაღაც ჰორიზონტალურად. ეხლა ამოვატრიალოთ. ძალიან მახინჯიც არ არის რა. აი ესე არის, აი ესე არის დაყენებული. რაც თავარია, ნუ წყობას დაიჭერს უპრობლემოდ და იმუშავებს კარგად და ეხლა ვიზუალურად, ნუ that's okay, თუ მაინც და მაინც რაღაც არ იქნება ისე და იქნება ეს. სიმებთან თან საერთოდ სხვანაირი იქნება და ეხლა ვიგოთ მოკლედ როგორი გამოვა. მაგრამ აი ესე არის, ხო, აი ესეა წყობა დაყენებული და შევხედოთ რა და რანაირად გამოვა. და როგორც იქნა მთელი დღის რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგ დადგა აი ესე ტუნერები, აი ესე ხაზებად არის, რაც რავი ძალიან მომწონს რა. პრობლემას ვაფშე არ ქმნის. ვიდი ესეთი, why not? რატომაც არა, ზემოთაც ქვემოთაც ესე, რაც თავარია, კარგია, წყობას კარგად დაიჭერს და თავარი აქ ეგ არის. ვიზუალურად კიდე როგორც შეიძლებოდა მაქსიმალურად კარგად ეგრე გავაკეთე. უკანა მხარეს რაც შეეხება, აი ესე დამაგრდა უკან. აი ესე დამაგრდა უკან, სხვა ვარიანტი არ იყო. მაგრამ რა ვიცი, წავა რა, მე მომწონს. ავაწყე გრიფი გავასწორი ახლა რაღაც და შევხედოთ დანარჩენს. დასრულდა მოკლედ მეგობრებო ამ ბასის აწყობა, გადაკეთება და დააპგრეიდება. აი ესე გამოიყურება ამ მომენტში და ახლა დაყენებული ეს ტუნერები, Gotos 501 ტუნერები. და რა ვიცი, მე მგონი არაუშავს იმ მოცემულობაში, რაც საშუალება მქონდა უკან ადგილი რამხელაც მქონდა და ასე შემდეგ, ყველაზე კარგად ესე დავაყენე. ყველაზე ლამაზად ესე დაყენდა და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ არაუშავს რა.
მე ვიზუალურად არ მოწუხებს, მომწონს კიდევაც, რა ვიცი, ესეთია ძალიან ესე ჩაყოლებული, მაგრამ რაც თავარია საქმეს იდეალურად გააკეთებს. წყობას კარგად დაიჭერს, ავაწყე. ძალიან კარგად იკვრება, გრიფი გავასწორე ყველაფერი და ნუ მოკლედ აი ესეთი ამბავია. აი ეს არის წინ. აი ეს არის დაყენებული უკან. ნუ ცოტა დიდი ტუნერებია და ესე მოუწია. რას ვიტყვით, ნუ ეს არის, რაც არის, ეგ არის თავარია მუშაობს, საქმეს აკეთებს და დანარჩენი ახლა headstock-ზე მხოლოდ არ უყურებ და მაგაზეც რო უყურო, I like it, you know. ხოლო ეს კი არის უკვე მეორე ტუნერი, მეორე ტუნერების სეტი და მეორე ბასი. ეს არის უკვე შავი. აქ ძალიან ისე მარტივად და ლამაზად დავაყენე. თავისივე არც გადახრედა დამჭირვები ბევრი იყო საკმარისი ნახურეთ იმისთვის რომ დამეყენებინა და ესეთი ნაცრისფერი ტუნერებია, სტანდარტში ავაწყე და მუშაობს იდეალურად. ზე იდეალურად, ასე რომ ხო. ეგ არის დასრულებულია ეს ორი პროექტი ამ მომენტში. ორივე ბასი გადავაწყე. ნუ ერთი ის არის რომ სიმები არ აქვს ამ იბანეს მთლად ახალი, მაგრამ ეხლა რომ დავუყარე, საკმაოდ კარგი ხმა გქონდა მგონი ხო ისეთია. კარგი ხმა აქვს. და შემდეგი ჩვენი გეგმა არის რომ ერთი ცალი სკვაერის ჯაზ ბასი უნდა გადავაწყო მეორეზე, უნდა ჩამოვიდეს ბრიჯი. უნდა ჩამოვიდეს ბრიჯი და ბრიჯი უნდა შევცვალო, ტუნერები ასე შემდეგ. ანუ ერთიდან მეორეზე უნდა გადავაწყო. და ის უკეთესი ბრიჯი და ეს რაღაცები სადაც მაქვს, დროპში ის უნდა ვიხმო და სტანდარტში ის ძველი ნაწილები გამოვიყენო. ეგ არის და ეგ. ხო და მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი ჩემი პატარა ვიდეო და ვლოგივით. მადლობას გეტყვით ყურებისთვის. გამოიწერეთ არხი, დაასაბსკრაიბეთ, ლაიქსაც მიარტყით და უკეთესი კაი ბასისტური ვიდეოები ჩემზე იყოს, აბა, დროებით.